აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ჯანდაცვის და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროების მოგვარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა კი დევნილ მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს. გავმართეთ შეხვედრა სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნიაში გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად. მადლობა გადაუხადე მათ დევნილი მოსახლეობის მიმართ გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ ვერ დავინახე წალენჯიხის მერი, ვერც წარმომადგენელი. მე ვიცი რომ ბევრია იქ დევნილი მოსახლეობა და მინდა მიმართო მათ, რომ მათი პრობლემებიც იგივენაირად იქნება გაზიარებული და მიტანილი გულთან, როგორც დანარჩენების. აქვე მინდა აღვნიშნო ზუგდიდის სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენი დევნილი მოსახლეობა ენგურს მიღმა მოსახლეობა უნდა იყოს აქტიურ ბმაში ზუგდიდთან და ამ მიმართულებითაც მუშაობთ. მოგეხსენება თბილისის მერია ყველაზე დიდი რაოდენობით დევნილი მოსახლეობა სწორედ იმყოფება და ცხოვრობს და რეგისტრირებულია სამეგრელოს ზემოსვანეთის რეგიონში. შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე ბევრად მეტი ყურადღება გადმოტანილი გვაქვს ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს. მართალია ბევრი რამ გაკეთებულია, თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა რჩება. სწორედ ამ საკითხების გადასაჭრელად ვიყავით დღეს შეკრებილი და საუბრისას მრავალი სხვადასხვა ღონისძიებები იქნა დაგეგმილი. აფხაზეთის მთავრობის ახალხემწყვალებთან ერთად გქონდა საუბარი დევნილთა საჭიროებებზე. ფოჩით 11,000-ზე მეტი დევნილი არის რეგისტრირებული სხვადასხვა დასახლებებში. ჩვენ რა თქმა უნდა სისტემატიურად მართა კომუნიკაციით ვზრუნავთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ აქვთ ადგილზე, იქნება ეს მრავალბინიანი საცხობი კორპუსებში არსებული პრობლემები თუ სხვა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით აფხაზეთის მთავრობასთან, ის ახალხემწყვალებთან ბატონ ლევანთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის.